დადებითი რეფორმების მიუხედავად პროფესიული განათლების მქონე პირთა 70% ჯერ კიდევ დაუსაქმებელია და შრომის ბაზრის მოთხოვნებს ვერ პასუხობს. ასეთია აუდიტი სამსახურის გასული წლის მონიტორინგის შედეგები. ასევე დადგინდა, რომ პროფესიულ სასწავლებლებზე თანხები არაოპტიმალურად გადანაწილდა, რამაც დაახლოებით 2 მილიონი ლარის ზარალი გამოიწვია. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ რეკომენდაციები პროფესიული განათლების სამოქმედო გეგმაზე აისახება. კითხვის ნიშანს თუ 70% ისევ ჩვენი მოქალაქეების ამ პროფესიული სასწავლებლების გავლის მიუხედავად არ არის დასაქმებული, შესაბამისად არის პრობლემები, რომლებიც საჭიროებს გადახედვას როგორც განათლების სამინისტროს მხრიდან, ასევე ვთქვათ შესაძლებელი იყოს საკანონმდებლო ცვლილებები. დაფინანსების მექანიზმი არის უკვე გადახედილი, არ არის მონოვაუჩერული, რაც პრობლემას წარმოადგენდა რეალურად. საბიუჯეტო დახმარების პროგრამა იწყებს ფუნქციონირებას ევროკავშირის დახმარებით, ქვეყანა მიიღებს 27 მილიონ ევროს დახმარების სახით და ამ პროგრამის ძალიან დიდი ნაწილი არის სწორედ შრომის ბაზართან ამ საგანმანათლებლო პროგრამების დაახლოება.